ამ ვიდეოთი მინდა აქაურ კროკუსების ყვავილობაზე მოგიპატეჟოთ. ბედმა გაგვიღიმა და ამ შაბათკვირას ძალიან ლამაზი მზიანი ამინდები მქონდა და სწორედ აი ამ პერიოდში ყვავილებენ კროკუსები. აი ხო თქვენ ხედავთ ულამაზეს მუხის ხეს, გვერდით სახლს და აი ამ სახლის პატრონმა ოჯახმა ეს თავის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი პარკისათვის გადასცა ქალაქს, მიიღეს რასაკვირველია კომპენსაცია, ეს იყო 10 წეულების წინ და აი ასეთი ლამაზი პარკი გვაქვს ქალაქის შუაგულში და ამ პარკში, როგორც ასევე სხვა პარკებში, აი შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იმ ლანდში, სადაც ვცხოვრობ, ყოველ წელს მარტში კროკუსები ყვავილობენ და ეს სილამაზე არის მზიანი ამინდის დროს უფრო შთამბეჭდავი, რადგან მზიანი ამინდის დროს კროკუსები იხსნებიან, იშლებიან და ძალიან ლამაზები არიან. წელს რაღაცა მეჩხერი მომეჩვენა ამ პარკში კროკუსების რაოდენობა და ფორმაც პატარა იყო. შემდგომში ნახავთ, რომ ჩემს ბაღში უფრო დიდები და ბუთქუნები არიან. მე ვფიქრობ, რომ წინა კვირეებში იყო ყინვები და ვფიქრობ, რომ ამან გაშლილ ადგილზე ამ ყვავილების მოცულობაზე და ასევე მათ რაოდენობაზე იმოქმედა. ხედავთ, რომ პარკში არის გუბურები, სადაც იხვები ბინადრობენ და ძალიან ლამაზი ისტორიული ადგილი არის. კროკუსები მრავალი ფერის არის, მაგრამ ველურად როგორც ჩანს, იისფერი ფერი არის დომინანტი, აი თქვენ ხედავთ სხვადასხვა ფერებს, მაგრამ იისფერი ფერი ჯაბნის და ამიტომაც მასაში მხოლოდ აი ამ ფერს ვხედავთ. ძალიან ლამაზია დამეთანხმებით. აქ ჩრდილოეთში ტენიანობის გამო ბალახი სულ მწვანეა, არ მიდის და ხეები, ზვარჯი, სანამ მწვანე გამოვა, არის აი ძალიან ლამაზი თუ ზემოთ ცისფერი ცა და ეს მზის სინანთლე და მათი ეს მუქი ფერი აი ამ იისფერ ხალიჩასთან შეხამებული ძალიან შთამბეჭდავ სურათს იძლევა და უფრო ლამაზ კადრებს გიჩვენებთ სხვა მეორე ქალაქიდან. აი თქვენ ახლა ბუნკერი დაინახეთ, ძველი ბუნკერი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი და ხედავთ, რომ ბილიკები არის გაყვანილი, რათა ხალხმა არ იაროს მწვანეზე, რადგან კროკუსების შენარჩუნებისათვის მაისის შუა რიცხვებამდე არ შეიძლება სიმწვანეზე ბალახზე სიარული და ბალახის გაკრეჭვაც ივლისის დასაწყისამდე არ შეიძლება. სხვანაირად კროკუსები არ შენარჩუნდება. ისე იოლად მრავლდებიან. ამ ულამაზესი პარკის მოპირდაპირე მხარეს არის ძველი ისტორიული სასაფლაო. აი თქვენ ახლა ხედავთ ენძელების ჯგუფს და აი ესე ჯგუფ-ჯგუფად იშვიათად ვნახე, იმიტომ რომ მე ვარაუდობ აი ამ ამინდების და ასევე აქ ძაღლებს ასეირნებენ, თამაშობენ ძაღლები, ბავშვებიც თამაშობენ, გადადიან ბალახზე და აი აქედან გამომდინარე ალბათ ვფიქრობ, რომ თან სიცივეებიც დაემატა, წელს რაღაცა მეჩხერია, ისეთი მოფენილი არ არის და მის მოპირდაპირე მხარეს, როგორც ვთქვი, არის ისტორიული ძველი სასაფლაო და ეხლა თქვენ ამ ტერიტორიას უყურებთ. ძალიან საინტერესო ტერიტორია არის, ესეთი რაღაც მისტიკური განწყობაც, იგრძნობა უდიდესი ხეებით, ეს ხეები ოდესღაც დაირგო სასაფლაოზე, ეხლა ეს მოქმედი არ არის და თქვენ ნახავთ, რომ რიგი საფლავები, რომლებიც შემორჩენილია იმ ფორმაში, როგორც გააკეთეს, მსგავსია ჩვენი სასაფლაოების, ასე რომ ადრე ეს კულტურა მსგავსი იყო და ბოლო წლებში თუ თქვენ ჩემს ვიდეოებს თვალყურს ადევნებთ,
ალბათ იცით გერმანიაზე აი ამ დაკრძალვის კულტურაზეც მაქვს ვიდეო და იქ ახლა ბევრად განსხვავებულია. აქ ამ სასაფლაოზე ასევე არის ჯარისკაცები დასაფლავებული მე-19 საუკუნეში გერმანია დანიელებს და გერმანელებს შორის ბრძოლებში დაღუპულები და ასევე პრუსიელი და ავსტრიელებიც, რომლებიც გერმანელებს მიეხმარნენ. ასევე ჩვენ ვნახავთ ისტორიულ მონუმენტს, იჩტეტის ლომის მონუმენტს, რომელიც შეიქმნა დანიაში 1850 წელს აქაური ამბოხებული ხალხის წარმატებული აჯანყების, წარმატებული ჩახშობის აღსანიშნავად და ამ მონუმენტს თავისი ისტორია აქვს. ეხლა კი აი ჩემი ბაღის კროკოსებს გიჩვენებთ და თქვენ განსხვავებას შეამჩნევთ, რომ ჩემთან არის ფერების სხვადასხვაობა და ასევე ჯგუფ-ჯგუფად ამოსულებიც არის. მე ვფიქრობ, რომ მე ბალახებს გამხმარ ფოთლებს არ ვაცილებ, რათა ნიადაგი სიცივისაგან დავიცვა და აი შეიძლება ამით აიხსნება ეს განსხვავება და ვფიქრობ, რომ ფერები ისე იულად არ არის ჩემთან შეჯვარებული. შეიძლება დროთა განმავლობაში ეს ისფერი დომინანტი ფერი უფრო მეტად გავრცელდეს ნახოთ. და აი ნახეთ, აქ არ დამითესია რასაკვირველია, თვითონ ვრცელდება, აი ნახეთ კედელთანაც კი არის ამოსული. დაუბრუნდეთ აი ამ სასაფლაოს ისტორიული სასაფლაოს სურათებს თქვენ უყურებთ და ხედავთ, რომ მონუმენტები ეს შემოღობილია, როგორც არის ადრე ხდებოდა ისე, როგორც ჩვენთან არის ახლაც მიღებული, შემდგომ კი აი ნაწილობრივად კი მოხსნილი აქვს ეს შემოღობილი, რასაკვირველია, აქ მხოლოდ ეს როგორც მუზეუმი ისე არის ეს ადგილი. აი ნახეთ კიდევ ერთი მონუმენტი და ეს ჯარისკაცების და რომ უყურებ აქ და კიდევ საერთო სასაფლაოს აი აქ სურათს კიდევ მოდით მშვიდობა ვისურვოთ მშვიდობა ყველგან ჩვენს კლუბებში და მთელ მსოფლიოში. აი ეს არის ეს ცნობილი მონუმენტი. ნახეთ, ჩემი ლუსიც რაღაც ესეთ პოზებს იღებს, ჩემი ფისო და მე ვფიქრობ, რომ ეს კატები როგორც პატარა ლომები რაღაც ძალიან მსგავსები არიან. ეს ზუსტად ეს ლუსის პოზა არის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი მონუმენტი არის, როგორც თქვი, თავისი ისტორია აქვს, რომელსაც ახლა დაწვრილებით მოყოლა არხის, თავისი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მართლა და ეხება გერმანულ-დანიურ ურთიერთობებს. ეს ქალაქი არის ზუსტად დანიის საზღვარზე. აი ხედავთ, აქ ძველი სამარხი ჩანს, როგორც თქვი, ეს ძველი ისტორიული ქალაქია. ეხლა ქალაქის ბირთვში ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტების ამსახველი შენობებია შემორჩენილი. აი ამას ქვია, აქ ეძახიან მარტის ჭიქას, მარტის ფინჯანს, აი ეს დიდ ენძელის რაღაც დიდ ეს კლასიკური ენძელაა და ის რაც ვნახეთ შემდგომ ვიდეოებშიც იქნება უფრო ენძელის კულტივირებულ ფორმას გავს და ეხლა ვართ კვირა დღეს უზუმში ძალიან საინტერესო ისტორიული ქალაქია და აი აქედან დაიწყო ამ კროკუსების გავრცელება ლეგენდის მიხედვით ან აი ამ ადგილზე, სადაც ახლა არის ძველი ციხესიმაგრე, სასახლე ციხესიმაგრე, სანამ მანამდე იყო თურმე მონასტერი და ბერებმა და მონასტერმა ჩამოიტანეს, როგორც ამბობენ, სამხრეთ ევროპიდან გავრცელდა აი ეს სახეობა და ხედავთ, ეს მოდებულია აი ამ ულამაზეს პარკს თავისი ულამაზესი ხეებით. უმეტესად არის წიფელი, მუხა და მარადმწვანე ხეები და
ძალიან ბედმა გაგვიყინა. აი ამ ბოლო წლებში ასეთი მზიანი ამინდი კროკუსების ყვავილობისას არ გქონია და ამიტომაც ძალიან მადლიერები ვართ. ნახეთ, ეს პატარა ქალაქი არის. პატარა ქალაქი როგორ ვფიქრობ, იქნება 50-60,000 მოსახლე. კიდევ გადავაზუსტებ, აი თქვენ სახლებსაც ხედავთ, ჩამომწკრივებული არის ამათი ვილები, ასე ვთქვათ, პატარა ვილები. იქით ამ მხარეს კი ჩვეულებრივი აშენებული სახლებია. ამჟამად ამ პარკში ბევრი ყვავი ბინადრობს და ბუდეს იკეთებენ ამ დროს, ამიტომაც თქვენ ალბათ აღიქვამთ ამ ყვავების კრანტას თუ რა ვთქვა. წინა ვიდეოში კი უფრო ჩიტების ჭიკ-ჭიკი ისმოდა. ნახეთ რა ლამაზია, როგორც იისფერი ხალიჩა და როგორც ახლა მე ჩანვა როგორ ვიღებ, ხეებთან არიან ძალიან შემოჯარული და ამ პარკში უძველესი, ულამაზესი ხეებია და ეს მზის სინათლე, ცისფერიცა, ეს ხეების შიშველი ტოტები, ეს იისფერი მწვანე ხალიჩა. მე არ ვიცი ვიდეო თუ გადმოსცემს ისე, როგორც სინამდვილეში იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს კადრები თქვენს ძალიან გასიამოვნებთ. აი ეს სახლები კიდევ აქაური ძველი არქიტექტურა. და გასაკვირველია, პარკის ზაფხულში სულ სხვანაირად გამოიყურება. მე ხეები ძალიან მიყვარს და ამ დროს ხეების სილამაზეს განსაკუთრებულად აღვიქვამ. აი ეს ტოტების განლაგება ყველაფერი ჩანს და მათი სიძლიერეც ძალიან იგრძნობა. გასაკვირველია, ხეებს ვერ ვუახლოვდებით, აქ ყველგან არის აბრები, რომ ამ მდელოების გადაკვეთა არ შეიძლება. რათა ეს კროკუსების სილამაზე შენარჩუნდეს. კროკუსების მოშენიანება მოხდა, რადგან ეგონათ, რომ მათგან მიიღებდნენ იმ ძვირფას მცენარეს, რომელსაც ჩვენ შესდომით ყვითელ ყვავილს, ზაფრანს ვეძახით. არადაც ზაფრანი არის ძალიან ძვირფასი იშვიათი მცენარე. ძალიან ღირებული. როდესაც მიხვდნენ, რომ მიუხედავად მსგავსებისა, აქ ეს ზაფრანი არ იყო და მისი გამოყენება არც კონდიტერიაში და არც სხვა მიმართულებით ვერ მოხდებოდა, მაგრამ ეს კროკუსები თვითონ მრავლდებიან და აი თვითონ შექმნეს ეს სილამაზე და მან შემდეგ რაც ეს სილამაზე შეიქმნა, მერე უკვე შეგნებულად გაავრცელეს. აი თქვენ ახლა უყურებთ, ყვითელი ყვავილებიც არის დათესილი და ასე შეგნებულად გადაიტანეს ჩვენს პარკებში, აი აქეთ მთელ ჩრდილო გერმანიაში და აი ასე შეიქმნა კროკუსების სილამაზე ჩვენს პარკებში და ჩვენს ბაღებში. ამ პარკის უპირატესობა არის ის, რომ ისტორიული დიდი ხეებით არის სავსე და ეს განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. ხედავთ, საკმაოდ ბევრი სტუმარი იყო და მანქანების აბრით თუ ვიმსჯელებთ, ასევე ჰამბურგიდან. ჩამოსულები ალბათ 2 საათი დასჭირდებოდათ. აი ნახეთ, როგორი ვერტიკალური ტოტი აქვს ამ ხეს დახავსებული, მოგეხსენებათ, ჩრდილოეთში არის ბევრი ტენიანობა და ეს ქალაქი განლაგებული არის დასავლეთის მხარეს, ასე ვთქვათ, ატლანტიკის მხარეს, ჩრდილოეთის ზღვის მხარეს. ფლენსბურგი კი აღმოსავლეთის ზღვის ყურეში, ეგრეთ წოდებული, აქ აღმოსავლეთის ზღვას ეძახიან, ისე თქვენ მას ბალტიის ზღვად იცნობთ. აი კიდევ ეს ხე, ნახეთ. ეს ხეები არიან აქ თავისუფალი ხეები. ისე ვითარდებიან, როგორც მათ მოეგუნებებათ და ამიტომაც მიმაჩნია, აი ნახეთ, ეს
ჰორიზონტალური ტოტი, დახავსებული რამხელა ტოტია, რა ულამაზესი ხე არის. იმიტომ რომ გარემო აძლევს ამ ხეს განვითარების საშუალებას და ასევეა ჩვენთანაც ადამიანებში. ეხლა ჩვენ ვუყურებთ წყლის თხრილს, ეს არის იყო გაკეთებული ამ სასახლის ციხესიმაგრის დასაცავად, უსაფრთხოებისათვის. ახლა კი იხვები დაცურავენ და გასაკვირველია, ისე აღარ წმენდავენ, აქ უბრალოდ წყალი უნდა მოძრაობდეს და არ ვიცი რა სიხმის იქნება ეხლა. აი, ნახეთ. აქ კარგად არის გავრცელებული, ძალიან ლამაზად, კომპაქტურად. ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც ფოტოებს უღებდა, მაგრამ მაინც რადგანაც ველოების გადაკვეთა არ შეიძლება, ხედავთ, რომ მაქვს თავისუფლება, მეც და ჩემს მეუღლესაც, რომ გადავიღოთ ფოტოები და ვიდეოები. ეს არის ძველი სასახლის უკანა მხარე, ამიტომ ძალიან სადად გამოიყურება. და მერე შემდგომში გაჩვენებთ წინა მხარესაც, ასე რომ თქვენ აი ამ ორ დღეს ჩემი თანამეგზური, უბრალოდ ჩვენი თანამეგზური იყავით აი ამ მოგზაურობისას. ნახეთ რა ლამაზი, სამი წიფელი სამება არის აქ, ესეც ცაში აჭრილი. ჯგუფად და აქ სულ იისფერი ფერი იყო. აი დაახლოებით აი ამ პარკის ამ ნაწილის დათვალიერებას რომ მოვრჩებით, თქვენ დაინახავთ მონუმენტს, თეოდორ შტორმის მონუმენტს, რომელიც ამ ქალაქიდან, ჰუზუმიდან არის წარმოშობით. ეს არის მე-19 საუკუნის ცნობილი გერმანელი ავტორი, მწერალი. ასევე დავინახავთ სხვა ცნობილი ადამიანის მონუმენტს, ისე რომ ეს ქალაქი ცნობილი ქალაქი არის, მიუხედავად სიპატარავისა. აი ზემოთ რა სილამაზე არის. და თან მზე, რომელიც წელიწადის ამ დროს იშვიათობა. აი ეს ფერდინანდ ტონესი არის სოციოლოგიის დამფუძნებელი და ეს მონუმენტი კი, ხო, აი ხედავთ ახლა აქ. და შევდივართ ახლა სასახლეში, ეს ძველი ლომის მონუმენტი, რომელიც ადრე მომსვლელს მიესალმებოდა და ფაფენილი კი ძველია შემორჩენილი, ალბათ ადრე კი აქ იქნებოდა დიდი შესასვლელი კარი. და რასაკვირველია, ეს ძველი სასახლე ციხესიმაგრე არის რესტავრირებული, აღდგენილი, მაგრამ თავისი ფორმა აქვს შენარჩუნებული. აქ უყვართ ეს წითელი აგური. აი ახლა თქვენ ხედავთ ნარცისებს, რომლებსაც აქ აღდგომის ყვავილს ეძახიან და ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ აქ ყველაფერიო ენახეო, ეს მარტის ჭიქას რომ ეძახიან, ეს ენძელას მაგვარი, აი ხედავთ თქვენ კროკუსები, ეს აღდგომის ყვავილიც უკვე ერთად არის თავმოყრილი. ძალიან ლამაზად ირეკლება ეს სასახლე. სასახლეს არ გავს, მაგრამ ნუ აქ ჰერცოგის სამყოფელი იყო და სასახლე თითვლება, მე ვფიქრობ, ჩვენი გადმოსახედიდანაც, რადგანაც მაშინ მთავარი იყო უსაფრთხოება და ეს იმ დროს მე ვფიქრობ, რომ იმ დროისათვის ნამდვილად სასახლის დაბეჭდილებას ტოვებდა. ესეც ძველი სახლი არის. აი ნახეთ
როგორი საინტერესო არქიტექტურით და ჩვენ შემოვუარეთ ამ სასახლეს, ან მთელ პარკს გარშემო, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. ყველა ხე არის ინდივიდუალური. ძალიან ვისიამოვნეთ ამ დღით და არა მარტო ჩვენ, ძალიან ბევრი ბედნიერი სახეები დავინახეთ და აქ ადამიანის განწყობა ძალიან დამოკიდებული არის ამინდზე. და აი ამ მზის სიკაშკაშის დროს ძალიან იულია იყო კარგ განწყობაზე. აი ეს ულამაზესი ხალიჩა ჩემთვის, თქვენთვის გადავიღეთ ძალიან დიდი რუდუნებით, რომ კარგი კადრები გამოსულიყო და ვისურვებდი, რომ აი ამ განწყობამ აქ რაც სუფევთ, აი თქვენამდეც მოაღწიოს და თქვენც განწყობა გამოგიკეთოთ. ამდენი ყვავილების, კროკუსების დანახვისას ჩემი აზრით ძალიან იულია სიუხვის და დოვლათის წარმოდგენა. აი სამყარო როგორც სიუხვეს იჩენს აი ამ კროკუსების სიმრავლით, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და ისურვოთ, რომ დაე სიკეთეს, სიხარული, დოვლათი და ყოველივე პოზიტივი თქვენთან იულად და ასე ლამაზად მოვიდეს. ეს ხეების ჭრილები კიდევ უფრო ალამაზებენ შექმნილ სურათს. და აი აქ მზე დავიჭირე, აი ამ ვიდეოში, აი ამ კადრში მზე მყავს დაჭერილი და ნახეთ ხე როგორ იყოფა ორად და როგორ ორიგინალურად არის ზემოთ. და იყვავებიც. ხო, და მკვეთრი კადრი გამოვიდა. თოლიებიც არიან, იხვებიც და ადრე წლებში ეს ამდენი ყვავები არ შეგვინიშნია, მაგრამ როგორც თქვი, ბუდობის დრო აქვთ ახლა და ამ დროს ძალიან ხმაურობენ და რასაკვირველია, კარგი გემოვნება ჰქონიათ. ამაზე ლამაზი ადგილს სად აირჩევდნენ, როგორც ეს ისტორიული უზარმაზარი პარკია. ეს ომის მონუმენტი, ომის მსხვერპლისადმი მიძღვნილი მონუმენტი დგას და კიდევ ეს სილამაზე აი ეს ხე ძალიან მომწონს მისი ვერტიკალური, აი ხავსი დაფარული ტორტით და ესეც ულამაზესი მოხის ხეა. ხავსი დაფარული. ნახეთ, ზემოთ არის კროკუსებს ფეხი აქვთ გადგმული და ეს ორი ხეც ერთად ძალიან მელამაზა. ესეც ულამაზესია და ჩემო მეუღლემ გადამიღო და მისი სურათებიც გადმოვიტანე და რამდენიმე ფოტოებს კიდევ გთავაზობთ ჩვენი შთაბეჭდილებების გასამყარებლად. ისე მე ახლა გამახსენდა, რომ 8 მარტისათვის ამ დროს ტყეში, სადაც გავიზარდე, ძალიან ბევრ სურნელოვან იებს ვკრეფავდი. ჩვენს იებს არაფერი შეედრება. 30 წელიწადია ისინი მენატრებიან, რადგან ამ დროს საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოვახერხე და ვისურვებდი, რომ მათი სურნელი აქაც მქონდეს, ეგება ჩამოვიტანო და ბაღში მქონდეს. იმედია ამ კადრებმა თქვენ გასიამოვნათ, გისურვებთ კარგ განწყობას და კარგად სანდებოდეთ.